დიმა თავზე არ უნდა დაიხურო, რამე არ დაგეცეს მშენებლობას. სადა, ოკეი, დავიხურე. დავბრუნდით ძალიან საჭირო თემით. რემონტი არის თემა, რომელიც ადრე თუ გან ყველას შეეხება. ნამდვილად. დიდსა თუ პატარას. შეიძლება ვიღაცამ წამოისწყოს კოსმეტიკური მხოლოდ შელამაზებისთვის რემონტი, ვიღაცამ შეიძლება როგორც ჩვენ თქვი, ბაიკო. ხშირად მოულოდნელად დაგატოვებთ. გრევა განახორციელოს. უცებ შეიძლება მოგინდეს და შეგებო კედლები. შეიძლება წყალი ჩამოგივიდეს აგერ. ხო, ესეც შესაძლებელია. უცბად გახდე მიძულებული რომ გააკეთო რემონტი, მაგრამ ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა. აი რაც არ უნდა იწუწუნო, რაც არ უნდა დაღლილი იყო, რაც არ უნდა გაუთვალისწინებელი ფული დაგეხარჯოს და ეს ყველაფერი, შემდეგ ეს განახლება არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ გონია რომ რაღაც ისევ თავიდან იწყება ძალიან კარგი ცხოვრება. ნამდვილად და ჩვენ როდესაც გქონდა სახლში რემონტი, მე მახსოვს გვიწევდა ქალაქის ერთი ბოლო და მეორე ბოლოში სირბილი იმისათვის რომ შეგვერჩია ჩვენთვის სასურველი სამშენებლო მასალა თუ შპალერი თუ საღებავი თუ ასე შემდეგ. რაღაცა ბევრ ადგილებში სირბილი. ნამდვილად და ეს არის ძალიან დიდ დისკომფორტთან დაკავშირებული და სწორედ ამას მიხვდნენ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები და შექმნეს პირველი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი გორგია. წარმოგიდგენთ გორგიას კომერციულ დირექტორს მიშა ავალიანს და გორგიას დიზაინერი რუსკა თუმანიშვილი არის ჩვენი გადაცემაში. ასევე აქეთ გვაქვს საჩვენებელი მოედანი და გვყავს ადამიანი, რომელიც ინოვაციურ ტექნოლოგიებს გვაჩვენებს, რაც არის წარმოდგენილი გორგიაში და ამ მასალებსაც შემდეგ დავათვალიერებთ. შეუდექით თქვენ საქმეს და მალე მოგიბრუნდებით. გიორგი დაგვეხმარება. ჰიპერმარკეტს როცა ვამბობთ, რაღაცა ამ ყველაფრის მიღმა მასშტაბი დგას, ხო სწორია? მაინც რაში მდგომარეობს ეს მასშტაბი გორგიას შემთხვევაში? სამშენებლო და სარემონტო ჰიპერმარკეტი გორგია განთავსებული 10,000 კვადრატულ მეტრზე და თავმოყრილია 25,000-მდე სამშენებლო და სარემონტო მასალები. გარდა ამისა თქვენ იქ დახვდებათ სახუპაცხოვრებო ნივთებიც, ანუ ყოველდღიური შოპინგისთვისაც შეიძლება ჩვენთან ადამიანი მოვიდეს და შეიძინოს ის, რაც ყოველდღე მას სჭირდება. ამ წვრილმანებიც არის. წვრილმანებიც არის, აბსოლუტურად ყველაფერი. არსებობს განცდა ჯერ კიდევ რომ თუ არ მივედი სადღაც მოუწესრიგებელ გარემოში, ესე იგი იაფად რაღაცას ვერ ყიდულობ. თუმცა ჩვენ ეს სტერეოტიპი დავანგრიეთ. ეს ინგრევა სხვა შორის უკვე საქონელზე მოხდა. ყველგან სადაც ქვეყნები განვითარდა ესეთი სივრცეები საბოლოო ჯამში განვითარება პოვეს ჰიპერმარკეტებში, ისეთ ჰიპერმარკეტებში, როგორიც ჩვენ გვაქვს. აქედან გამომდინარე ნებისმიერს დაბალი ბიუჯეტითაც კი შეუძლია მოვიდნენ ჩვენთან და მოაწესრიგონ თავიანთი საყოფაცხოვრებო პირობები. ანუ აი რა იგულისხმობს თქვა აი ცემენტიდან საღებავამდე და უფრო მერე. მაგარი პროცესია, ნახე. მთლიან პროცესს მოიცავს გორგია, ყველაფერი იქ უნდა შეგიძლია იყიდო რაც აბსოლუტურად ყველაფერი დაწყებული საძირკვლისთვის საჭირო მასალიდან დამთავრებული სახურავამდე და ასევე რემონტისთვის განკუთვნილი ნებისმიერი მასალა შეიძლება ჩვენთან შეიძინოთ და რაც მნიშვნელოვანია, ადამიანები ძალიან ცოტა დროს ხარჯავენ, არ ჭირდებათ სიარული სხვადასხვა სივრცეებში, ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში, ქალაქის მეორე ადგილზე გადანაცვლება. კომფორტულად არიან, გრილად არიან, სუფთად. კი, რა თქმა უნდა, უფასო პარკინგით შეუძლიათ ისარგებლონ, მოწესრიგებულად არ აწუხებთ არც ტვერი, არც ჯუჭყი და არც სხვა ბუნებრივი პირობები, ასე რომ ნებისმიერ შეუძლია ჩვენთან. ან მაგარია. ეს არის აბრეშუმი. ხევადი შპალერის ინოვაციური. ეს შენ თვითონ შეგიძლია გააკეთო, ისეთი მაგარია, ნახე. ნახე რა მაგარია. შეუძლია გააკეთო. კაი გამოვიდა. თავიდან მიფიქრე რომ ეს ფერადი ფითხია მეთქი და აღმოჩნდა რომ არ არის ფითხი. ეს არის ხევადი შპალერი, ანუ ეს ახალი ტექნოლოგია საერთოდ ანუ უკვე გამოიყენება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. არის ხევადი შპალერი და მან ძალიან მარტივია ამის გამოყენება, როგორც საღებავი ესე ესმება და არის ძალიან ანუ ყველანაირ სეგმენტზე გათვლილი არის დაბალბიუჯეტიანიც, მაღალიც, ანუ ყველანაირ. ანუ ამით მე შემიძლია მთელი ოთახი მოვყო. კი, რა თქმა უნდა, ეს ახლა პრინციპში დეკორატიულია უფრო, მაგრამ შეგვიძლია მთელი ოთახი ჩაოლებრივ როგორც შპალერს ვიყენებთ, ისე შეგვიძლია ხევადის შპალერის გამოყენება. ჩამორეცხა შეიძლება? არა, ჩამორეცხა, ანუ გადაღება არა, რომ ეს თვითონ ფერი თვითონ აქვს უკვე როცა ვყიდულობთ ამას, ვაზავებთ და ეს მას შემდეგ ხდება ამის წასვლა. შეიძლება კითხვა დავსვა. ეხლა ამას თუ გავაკეთებ სახში მე რამდენი ჩაოლებრივად არის და არის? რა თქმა უნდა. კითხავს მოგწონს. ანუ მეორე დღეს კი არ გაიქცევა. არა, ვერ არა, ხო ხდები რა გეუბნები. და შემდეგ როგორც ჩაოლებრივი შპალერი. ვანაწილებ მე თანაბრა. ფერების არევაც შემიძლია. გიორგი მასა. არის ფერების არჩევანი თვითონ. ქრისტინე შენ არ გინდა? აუ რა არ გინდა. სანამ თქვენ მანდ იმას რა ქვია
ხევა ჭპალერს გააკრავთ. ხშირად არის რომ ადამიანი წამოიწყებ რემონტს და თქვათ არ იცი რა გინდა, რა ფერი გინდა, რა მასალა გინდა, ხო? ხშირად ქირავენ დიზაინერებს, რომელსაც ძალიან დიდ თანხას უხდიან რეალურად და ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან კომფორტული არის, როდესაც მიდიხარ ასეთ ობიექტზე და იქ ხვდება ადამიანი, ვინც გირჩევს. ეს ადამიანი ხარ თქვენ ერთ-ერთი, ხო? ანუ ძალიან კარგი სერვისია ეს მე ვთვლი, იმიტომ რომ თქვა ძალიან რთულია რემონტის დაგეგმა, როცა გამოცდილება არ აქვს ადამიანს, თქვა იწყებს რემონტს ძალიან მარტივია, როცა გიგეგმოს გამოცდილი ადამიანი. დიზაინს ჩვენ გვაქვს ამის მომსახურება 6 დიზაინერი ყავს კომპანიაში, ამიტომ შეგვიძლია დაუგეგმოთ ეს რემონტი. ანუ თქვა შეიძლება დიზაინი აუტოს, ანუ სამგანზომილებაში ემსახურება ამას, წინასწარ ნახავს რა ექნება. შემდეგ დიზაინერი ურჩევს კიდე თქვა რომელი მასალა ჯობია გამოიყენოს, რომელი არ გამოიყენოს, ერთმანეთთან რომელი წავიდეს თუნდაც. ეხლა მაგალითად მოდის ტენდენციებს რაც შეეხება, სად რო გამოცდილი ადამიანი გირჩევს, სად თქვა თქვენ რომ და ეძებოთ. ანუ ეს ძალიან დიდი კომფორტია მომხმარებლის. ასეთი შპალიერი რიტუალი. აი მაგალითად კი, ხა ძალიან კარგი ტექნოლოგია ეს და დეკორის. თან იცი რა შენ რო აკეთებ ის პროცესის თვითონ რაღაცა შეთვის სასარგებლო და ისეთია რა. თერაპიაც არის. არა, თან რა მაინტერესებს, ხარისხი არის თუ პრობლემა ჩვენთან. ეხლა ეს გზნობ რო კარგია. ხო და რა, საიდან როგორ არის ის წარმოება, თქვა, იმიტომ რომ ფაქტია რომ ეს არის ახრახნისი, ხო? კი. აი რაღაც მოჭერო გინდა ამოღება, ბაია. აი ამის მაგივრად ამის ერთი საათი არის ძალიან მარტივი. კი, ძალიან მარტივი ის არის ხელსაწყო. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ. ანუ ჩვენი კითხვა ამაში მდგომარეობს, ანუ რამდენად არის ყველანაირი ტიპის თქვა საშუალება რომ იყიდოს ძალიან ძვირადღირებული. ვიღაცას ურჩევნია ხელის სახრახნისი, იმიტომ რომ არის სახრახნისიც არის დაბალფასიანი, საშუალოფასიანი, მაღალფასიანი პროდუქცია. ანუ ყველანაირ სეგმენტზეა გათვლილი. ჩვენი იმპორტის თანამშრომლობა, აი ყველა ქვეყნიდან, თითქმის მსოფლიოს ყველა ევროპის წამყვანი ბრენდები, მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან გვაქვს იმპორტი. ანუ ეს პროდუქცია შემოდის ყველა ქვეყნიდან, რაც კი შეიძლება თქვა წამყვანი ბრენდები არის საშუალო სეგმენტიც ან აი გორგიას კადრებს ხედავთ ახლა? კი. იცით რა მაინტერესებს? არის თქვენ აი ფურნიტურები, რაც არის აი ძალიან აი უკვე გაკეთებულ რემონტზე დეტალები ჭირდება აქსესუარები. კი, თითქმის ყველანაირი აქსესუარი. ანუ ხედავ ელექტროსაიდები და რაღაცეებიც არის. ტექნიკა. და ესეთი ადამიანებიც არის, რომლებსაც საღებავს რომ ავარჩევ იქვე კიდევ ხელს წავიყვან და დამეხმარებიან ამ ყველაფერს. ჩვენ რეკომენდაცია. გიორგისნაირ ადამიანს გულისხმობ, რა თქმა უნდა. კი, რემონტის დროს ჩვენი თანამშრომლები გაგიწერა კვალიფიციურ რეკომენდაციებს. რა გჭირდებათ, როგორ შეიძლება გამოიყენოთ ესა თუ ის პროდუქტი, როგორი ხელსაწყო, ელექტროხელსაწყო გჭირდებათ. არის ხელსაწყოები, რომლებიც პროფესიონალისთვის არის გაკუთვნილი, არის ხელსაწყოები, რომელიც ჩვეულებრივი მოყვარულისთვის არის. თუმცა ის მოყვარულისთვის საკმარისია და არის საჭირო გადავიხადოთ ორჯერ ან სამჯერ უფრო ძვირი. სახში ყოველთვის რომ უნდა ქონდეს კარგი ინსტრუმენტები, ეხო ყველა მიცის უკვე, ვისაც ზოგს ხო არ ქონია, მაგრამ რომ დაჭირდება რომ არა გაქვს, ცუდია. ზოგიერთ მამაკაცისთვის ეს ძალიან დიდი რიტუალი, როდესაც გადის აივანზე, გამოიღებს ამ თავის დიდ ყუთს და იქიდან ყველა ფერი შესაძლებელია რომ გამოუვიდეს შემდეგ იმ ინსტრუმენტებს. რო გაწმიდავს კარგად რომ შემოვიცოთ, სიამაყის გზნობას დავასრულეთ. არ დაგვისრულებია ჯერ, მაგრამ მანამდე ნახოთ აქ რა არის. შეიძლება მეც ჩავიხედო, იმიტომ რომ მოდი ბაიკო. აი ამან დამაინტერესა ძალიან. თავიდან მეგონა რომ ეს გაფუჭებულია თქო? ეს გაფუჭებულია. მე მithis რომ არაო. ეს არის ვინილის იატაკი, ხა ძალიან გავრცელებულია ევროპაში, ძალიან ბევრი, ანუ სველ წერტილში ეს თავისუფლად გამოიყენება. მაგალითად, ჩვენთან ესეთი ტიპის რეკლამა აქვს. დევს აკვარიუმში და ერთი წელი შეიძლება წყალში იდოს და არაფერი არ მოვა. ხის ფაქტურა აქვს, რაც ახლა ძალიან ტენდენციურია, ძალიან მოდური ეს ხის მასალა და გამოიყურება როგორც ჩვეულებრივი ლამინატი, მაგრამ უძღვებს წყალს. ეს აბაზანების სამზარეულო. აი, ვინილი რო ქონოდა არ ჩამოგიშვათ. არის ვინილი და რა ლამაზი ნახატია, თითქმის ისეთივე შენ რო უკან მოგიხატეს კურთუკზე. დეკორი ერთ-ერთი, ანუ არის ხის ფაქტურა და აქვს ესეთი დეკორები, ხა ძალიან მოდურია. ეს არის დაბლა, ხო? კი, იატაკზეც კედელზე შეგვიძლია. შპალერების არჩევანი დიდია. ძალიან დიდი სეგმენტია ასევე, 8 ლარიდან იწყება და არის ყველა ტიპის შპალერი. ნახეთ როგორ ის თქვენ შუსპილოები თუ უყვარს, შეგიძლიათ ეს შპალერი შეიძლება. ერთადერთი რაღაცის თქმის გამო მიუბრუნდები ამ კედელს. აი თუ გიყვართ აი რბილი იატაკი აი ამ სიმყუდროვისთვის, რასაც ეს რბილი იატაკი, აი ზუსტად იგივე ეფექტი აქვს, შეიძლება ხა არ ჩანს ეკრანზე. ახლოდან აი თითქოს კედელზე არის რაღაცა რბილი გაკრული. თან გვანცა ეჭვი მაქვს რომ ეს ეკოლოგიურად სულთავად. ჩვენ და ყველა პროდუქტი აქვს შესაბამისობის სერტიფიკატი და არანაირი საეჭვო პროდუქტს ჩვენთან ვერ ნახავთ.
ხო, აი მაყურებელს მინდა. ეთქობა თვითონაც აი ხელით რომ მოკიდე, მეც რო ვაკეთებდი, ვიგზები რომ მე მგონი სამშენებლო კომპანიებმაც კი თქვენთან უნდა იარო, რომ იმდენად პროფესიონალური ხელსაწყოები. პრინციპში დადიან კიდე ეს კომფორტულია, როცა საბუთები ყველაფერი, ანუ ერთ კომპანიაში ხდება, ერთ პარკინგი არის, მიტანა არის, ჩვენთან მიტანის სერვისი, ანუ ყველანაირი კომფორტი იქნება იმისთვის, რომ ადამიანმა ერთი ბოლოდან აი ამაზე გიჟდები. აი ამაზე გიჟდები. მაგასაც ცოდნოა. მე მაყურებელს მინდა უთხრა, რომ არ ვიცი ახლა კამერა რამდენად იღებს. ეს არის ახლოდან, აი რაღაცა არაჩვეულებრივი სილამაზის და მართლა ფაქტურა არის, ისეთი ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს ასეთ შეიძლება იყოს, თქვა იქიდან ესე კარგად არ ჩანდა. კი, ნამდვილად. კიდევ ერთი რაღაც უნდა ვაჩვენოთ, ხო, რომ მოვასწროთ შემდეგზე გადავიდეთ ამასობაში. აბა, ძალიან ბევრი რაღაცები რა თქმა უნდა, ყველაფერი გჭირდება ისედაც რო გქონდა. ხო, აი ესეთ მაღაზიაში რომ შედიხარ, ყველაფერი გინდა რომ სახში წაიღო არა? ეს რა არის? სიამოვნებით ეგეთ მაღაზიაში შეგვიძლია სპორტულ მაღაზიაში. ხო, ესე იგი ბევრი რამე აქვს ისეთ. აი ეს არის თარაზო, ხო? თუ რა ქვია? კი, ხერხი მეგობრებო. ჩვენი მაგიდა შევამოწმოთ. მიდი. ეს არის წებოები, რომელიც არის ძალიან ხარისხიანი და კარგი, იმიტომ რომ მე გამოვიყინე და ძალიან ბევრ რულონს ყოფნის, აი ეს. მაგიდა კარგია. სწორია თქვენი მაგიდა. კი, ნამდვილად. აბა იარაღი გონცა. იატაკი ზე, ნუ სწორია. აბა მაჩვენე. ეს მარტო მათ აირდაირება ყველაფერი. აი ეს კოჩები რა საჭირო რამეა. სად მდებარეობს ეს საოცრება პრინციპში. სამშენებლო ჰიპერმარკეტი გორგია მდებარეობს წერეთლის 140-ში. რომ ყველას ვეპატიჟებით, ჩვენთან ასეულობით პროდუქცია არის, სპეციალური ფასები, იქ დაგვხვდებათ მეტლახი 9 ლარიდან, შპალერი 8 ლარიდან, კონდიციონერი ყველაზე იაფად ჩვენთან შეიძლება შეიძინოს და 3 წლიანი გარანტიით 454 ლარიდან. ანუ ნებისმიერი სეგმენტისთვის არის გათვლილი. ადამიანს, ვისაც შედარებით დაბალი ბიუჯეტი აქვს და მათთვისაც, ვისაც ევროპული ბრენდებით არის დაინტერესებული და მაღალი ხარისხის, ასე ვთქვათ, შედარებით უფრო მაღალი დიზაინის და ხარისხის. თან კარგია, რა იცი რაღაცა გარანტიის ის არის გზნობა რა, რო ყიდლო თქვენთან მიდიხარ იცი რომ ადამიანს შეიძლება მიმართო ნებისმიერ დროს, თქვა თუ დაზიანებული რაღაცა თუ მოხდა, დაგივარდა რამე გატყდა და ასე შემდეგ. ეს მართლა კარგია. კი და მე თუ არ ვწდები აბაზანის დიზაინს 3D-ში უბრალოდ თავაზობ. კი, ეს არის ჩვენი სერვისი. მომხმარებელს, ხო? კი, ეს ძალიან კომფორტულია მომხმარებლისთვის. ადვილია ჩვენი დიზაინერის მიერ რჩევის მიცემას და შესაბამისად სამგანზომილებაში, აი ეს ეკრანზე რასაც ვხედავთ. მე მიამიხსენით, ვერ მივხვდი. სამგანზომილებაში დიზაინერი თქვათ ჯერ თავიდან ურჩევს პროდუქციას, თქვათ რა იყიდოს, აბაზანის დიზაინერი თქვათ შეარჩია კაფელი, მაგრამ არც ის როგორ შეუხამოს, რომელი შეუხამოს. ჩვენთან არის სოფლიო წამყვანი ბრენდების ყველაზე უახლესი კოლექცია. ფაქტობრივად პირდაპირ გამოფენიდან მოგვაქვს ხოლმე. ჩვენი თამაშობლები მუდმივად დადიან 3 თვეში, 4 თვეში ერთხელ არის ეს გამოფენები ევროპაში. პირდაპირ მოგვაქვს ძალიან ხშირად ეს გამოფენებიდან და არის ყველაზე ახალი ტენდენციების, ახალი ტექნოლოგიებიც რაც არის. და ყველანაირი ფასი შეიძლება. ყველანაირი სეგმენტი. აი ხა თქვა რა წარმოიქმნის საკმაოდ დაბალ ბიუჯეტიანი, იგივე შეიძლება თქვა დიზაინში. ანუ თავარი არ არის ძვირის გადახდა იმისთვის, რომ კარგი დიზაინი საბოლოოდ მივიდეთ. კი, თავარი გემოვნებით. ანუ თუ თქვა ადამიანს ან დრო არ აქვს, ან იმდენი დიზაინერის რჩევა არის ძალიან მარტივი. სამგანზომილებაში აწყობ და თან ხედავთ თქვენ რას მიიღებთ საბოლოო შედეგს და თითქმის ზუსტად იგივეს იღებთ რემონტის დასრულების. ეს არის ქვიშის ტექნოლოგიით, ეს არის დეკორატიული საღებავი. ეხლა დეკორატორიასაც აკეთებს. კი, ნებისმიერი კედელი იგივე როგორც თხევადი შპალერი. ოთახისაც? კი, ოთახის კედლები. ეხლა ძალიან მოდურია ტენდენციური ეს ბეტონის ტექსტურა და ხის ერთად, იმიტომ რომ ეს ძალიან ცივია, ეს ძალიან თბილია, ეს აბალანსია. ხახალდი უნდა შეღებო თუ კედელი თვითონ. დაგრუნტული კედელი გალესილი დაგრუნტული, შემდეგ იღება. ანუ ხახალდის გაკვრაც არ არის. არა, არაფრის გაკვრა არ არის საჭირო. თუმცა ცოდნა ჭირდება, იმიტომ ეხლა მე როგორც ფუნჩს როგორ უყურებ როგორ ხმარობ, სხვანაირად აკეთებ. შეგიძლია არული ისიც გააკეთო. აუ, ძალიან ამაზია. კი, სხვადასხვა მე ჩემს მეგობართან სახლში მაქვს ნანახი, დაახლოებით ალბათ ამ ტიპის ამას ქვიშის ეფექტი ტექნოლოგიით არის გაკეთებული, სწორედ აი ამ ფუნჯით არის ნახატი გაკეთებული, მე მგონი დიდი სპილო თუ არც. და ასპერებში არ ვარ შეზღუდული, ხო როგორც ყველაფერი გაკეთებული. აუ, ჩვენი სტუდიაში ძალიან მოუწევს. სტუდია ხო არ გავაკეთე? აი მე ჩვენი სტუდია. ერთი ეთერი. ერთი ეთერი გავუწევთ წელი დღე ჩვენი სტუდიის კეთებას. ძალიან მოხდება. აი დეკორატორი ძალიან გამოცდილი ამაში, დაგეხმარებით. იცით რა მაინტერესებს? ხა მართლა ძალიან აღფრთოვანდით, არა, იმიტომ რომ მართლა აბსოლუტურად გულწრფელად და ფასი ხო არ არის შემაშინებელი, იმიტომ რომ ეს თქვა მე რომ ცოდნო და ნამდვილად რემონტს
ფასები იწყება და დეკორატიული საღებავის ფასები 4 ლარიდან იწყება და არის ზემოთ, არის თხევადი შპალერის ფასები 4 ლარიდან ზემოთ, კი სხვადასხვა, ანუ ეს კონკრეტული მეტრი ხო სწორია? კი, კონკრეტულის ფასი 9 ლარია, როგორც მახსოვს, ეს რასაც ახლა აკეთებს, მაგრამ და თხევადი შპალერი იწყება 4 ლარიდან, საღებავის 4 ლარიდან. არის ფასები სხვადასხვა სეგმენტზე გადაჭრილი. ანუ ეს მე რო აკეთებდი ის მაგ ფასებიდან იწყება? კი, კი, აი ეს კონკრეტული ღირს 9 ლარი. და თუ ძიმას დაიქირავთ ხელოსნობით და გაგიძვირდება. ბატონიშვილი თავიდან გამეჭირდა და ძალიან კარგად გამოვიდა და კი არ გაგიწევდა და უფასო იქნება. შეგიძლიათ, ანუ არ არის სირთულე ამაში არაფერი, მომხმარებელს თვითონ შეუძლია ეს გააზავოს და შეღებოს. აი გიორგი ჩქარაკეთებს და შეიძლება გამოცდილი არის და მორბერტთან ისე არის. ძალიან ლამაზია. შედეგს ძალიან კარგს ვიღებთ ბოლოს კი. რაღაცა ვერცხლის ფერი, თითქოს რაღაც მოვერცხლილი კედელი. ქვიშა იმითო ქვია რა ეს ქვიშა. არა, ფერი ნებისმიერი შეგიძლიათ ამაზე დასვათ. ეხლა გიორგი მეორე ფერსაც გააკეთებ, ანუ ფერი გააკეთე გიორგი მეორე ფერიც რომ ნახოთ და მოვასწროთ. ძალიან ლამაზია. ხო, სადაც დაახლოებით 2 წუთამდე დაგშა და როგორ მოასწრებს გიორგი ყოჩაღია ხო? ძალიან ლამაზია. სხვა ფერიც რომ ნახოთ შეიძლება ძალიან ლამაზია მართლა. აი აქ მივაყუდოთ. პირდაპირ ჩარჩო ჭირდება და დაკიდება. კი, შეიძლება ეკრანზე არ ჩანს ახლა ეს რაღაცა არეკლილი შუქი, რომელიც ლამაზ ეფექტს იძლევა. და რაც თავარია ნაცრისფერი, საერთოდ ცივფერებში გადის. აი აქ არის რაღაცა თბილი ფერი არის. აი ხესთან კომბინაციაში ძალიან ლამაზია ეს ცოტა ცემენტის ფაქტურას გავს და ეხლა ეს ძალიან მოდური არის. ხესთან ყოფ თბილი და ცივი ერთმანეთს აბალანსებს. აბა ეხლა ჩვენ გითხარით, აბა იდეები გითხარით რა შეცვალა. რა ვფიქროთ თქვა და არა ეხლა უცებ პირველი აი ყველაზე მაგრა რა არ მოგწონს. არა მოგწონს, სტუდია მოგწონს. არა ლოგერიდება თქვით არა. აი მაგარა ის ადგილი არ მოგწონს. ხო, აი ცოტა აი ის ადგილი არ მოგწონს. კი, შეიძლება რომ სპაულებს ცოტა გადავაკეთოთ თქვა და შეიძლება ცოტა სიტყვა შევიტანოთ. ახლა ბევრი ნაცრისფერი გვაქვს, შეიძლება ხისფერი შევიტანოთ მეტი, რომ დაათბოს და ბალანსი იყოს დაცული. კარგი იდეაა, ზემოდან გითხრეს პუნქტი. არა, შეიძლება რომ ცოტა ბალანსი იყოს მეტი, რომ ნაცრისფერი, ხისფერი თმენს დააბალანსებს თქვა. ძალიან დეკორატიული კედელი არის უკვე რაღაცა დაანწყნარი. ეს სხვა ტექნოლოგიაა კიდე, ის ხო ქვიშის ეს. ანუ ჟღალი ფერებიც არის, ხო რა? პასტელის ტექნოლოგია, სწორად გამოვიცანი პასტელისებური რაღაცა. ხო, ანუ ამას კონკრეტულად ამ ეფექტს ქვია ველვეტო ესე ქვია, რომ შეძენა რომ მოგინდეთ ეს დაიკითხოთ, მაგრამ ის ქვიშის არა, ეხლა ეს ხო ქვიშის ეფექტით ის ჩვეულებრივ. კარგად შეძებს კონცეფტს, ამოდი საღებავ. მოკლედ, ახლა ჰიპერმარკეტში დიზაინერები გირჩევენ კი თუ მობრძანდებით, თქვა მეზობელს უნდა ვთქვა წყალი ამომიშვეს, იმიტომ ზევით აღარ მყავს მეზობელი. ეხლა არის ამომიშვეს. ერთი დიდი საშუალების წინაშე ვართ. რა? აი თვალიშვილი არ ეცეს თავის სახს ეხლა და თავიდან. სუთლიანად შეიძლება გადააკეთოს და ეს კატა არ ჩააყოლო კიდე რომ შეგებავ. კედელში. ხო, არა ეს. ოკეი, ძალიან დიდი მადლობა ყველა ადამიანს, ვინც მოვა თქვენთან. მინდა უსურვო წარმატება, იმიტომ რომ რემონტი ეს ბაიკომ სწორად თქვა, არის ერთი დიდი ბედნიერება და შედეგი ახალი ცხოვრების დასაწყისისთვის. დიდი ბედნიერება დამთავრება რემონტის. არა, როცა არის შესაძლებლობა, და ერთ გარემოში შეიძინოს წერტილს 140 არის გორბე. კიდევ ერთხელ მისამართი ხო წერტილს 140, მაყურებლები რეკამენ გითხრეს და წერტილს 140. ძალიან მალე ჩვენ ბათუმში და ქუთაისში და გავხსნით ფილიალს. ძალიან მალე შევთავაზეთ ძალიან ბევრ სიახლეს, როგორც არის ინტერნეტ გაყიდვები, სატელეფონო გაყიდვები, რომ ყველაფერი ეს კომფორტული იყოს. ძალიან ბევრი პროდუქტია, რომელსაც საერთოდ არ გჭირდება, მოსმაზე შეიძლება იყოს შპაგლი, შეიძლება იყოს გიფსო კარდონი. სახში მოტანით ხდება. სახში მოტანით კი დაურეკავთ, მოგიტანეთ სახში და მოგიმსახურებია. ძალიან დიდი მადლობა. წერტილით ასე. და კარგ საქმეს აკეთებ, ძალიან მნიშვნელოვანს და წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა. ასე დაამგვარად დასრულდა ჩვენი დღევანდელი გადაცემა. იმედი გვაქვს, ბევრი სასარგებლო რამ გაიგეთ და გვიყურებთ ხვალ. აუცილებლად. ხვალამდე. ნახავთ.